თუ გაჩუქებს გულის ერეთიმია, თუ გაჩუქებს მაგალი წნევები, თუ გაჩუქებს უძილობა, თუ გაჩუქებს ფეხების კუნთების დამაგრება, მაშინ შეიძლება იყოს თქვენ დეფიციტი ხარ მაგნეზიუმის. მაგრამ ეს მაგნეზიუმის დეფიციტი რატო გაქვს? იქ არის მიზეზი. მიზეზე გავალ ჩვენ, მეგობრებო, პირველ რიგში მაგნეზიუმი ეგეთი მინერალია, რომელიც ჩვენი ორგანიზმი არ აკეთებს. ეს გარედან უნდა მიიღოთ, ანუ საწმელად უნდა მიიღოთ, რომ მაგნეზიუმი იყოს თავის დონეზე. იმიტომ მეგობრებო, აიურვედაში პირდაპირ იქიმთან რომ მიდის ნებისმიერი დავადებით, პირდაპირ იკურნება ჯერ ნაწლავის ჯანმრთელობა როგორია. თუ გააქვს შებირელობა, თუ საწმელი ჭამის მერე წარამარა მიდიხარ ტუალეტში, მალე ტუალეტში გადიხარ, ან გაზები გაჩუქებს, ესე იგი კუჭნაწლავში, ან კუჭნაწლავის კარგი ბაქტერიების პრობლემა, ან კუჭნაწლავში არის, იმიტომ იქიდან მიდის ეს ჰორმონები და მინერალები და ყველა ვიტამინები იქიდან მიდის მე ჩვენი სიცხლში. პირველი მიზეზია ნაწლავის პრობლემა. მეორე მიზეზია მეგობრებო, კუჭში მჟავიანობის პრობლემა, ან მეტია, ან დაბალია. უფრო მეტად პრობლემა არის დაბალი, არის კუჭში. იმიტომ საწმელი არ გადამუშავდება იოგა გარეთ ყველა მიდის მე კოკაკოლები და რაღაცებით სვამ და რომ არ მოვიდე გარეთ. ფიქრობ მეტი მაქვს, პირიქით ცოტა გაქვს. მაგისი მიზეზი ეგეც არის, რომ მაგნეზიუმი ნაწამი საწმელიდან ვერ გადამუშავდება და დეფიციტი იქნება მაგნეზიუმის და წნევა იქნება მაგალი კუნთების პრობლემა, უძილობა დაიმართება. ნახე ერთი პრობლემა პატარა და იმის მერე რამდენი პრობლემა დაიმართა. აიურვედაში არის ერთ-ერთი ტრიფალა მეგობრებო, ტრიფალა არის ნაწლავის ჯანმრთელობისთვის ნაწლავის კარგი ბაქტერიების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ბალახი, რომ აარიგებს ნაწლავის პრობლემებს. კუჭის მჟავიანობის პრობლემებისთვის ყველა მიცი, რომ თუ არა გაქვს წყლული ან ანთება კუჭის ან ნაწლავის პრობლემა, მაშინ შეიძლება ვაშლის ძმარი საწმელის წინ მე 10-15 თუთის მერე შეიძლება საწმელის ჭამა. რომ ეს საწმელში რო თქვენ ჭამს ბოსტნეული, თქვენ ჭამს გოგრის თესლი და ეგეთი რამე, სადაც შედის მაგნეზიუმი ბუნებრივად, ნუში შედის, კაკალში შედის. ეს საწმელი უნდა ჭამო, რომ არ ქონდე პრობლემა, მაგრამ ეს საწმელი კარგად რო გადამუშავდე, მაგისთვის საწმელის წინ დალიე ერთი სუფრის კოზი, წყალში შეჯლილი, ვაშლის ძმარი. მეორე მიზეზია მეგობრებო, ან ხარ ინსულინის რეზისტენტი, ან დიაბეტი, ან პრიდიაბეტი. ინსულინი თუ კარგად არ გამოიკეფება მეგობრებო, მაშინ არადროს არ იქნება თქვენ მაგნეზიუმის რაოდენობა თავის დონეზე. იმიტომ მე გამეარჯინავს დიაბეტიანი ადამიანში დეფიციტია და ვერ ჯინავს. აი ესეთი სიმპტომები ფეხზე დაუსვენარი ფეხების სინდრომი დაემართება, მალე ტუალეტში მიდიხარ და დაიკარგება მაგნეზიუმი. მესამე მიზეზი D3, უკვე პანდემიასამით ყველას აქვს D ვიტამინის ნაკლებობა. D ვიტამინი არის ძვაკაცი. ადამიანის კი არა, D ვიტამინი არის ძვაკაცი მაგნეზიუმის. არ დააქტიურდება თუ იქნები დეფიციტი D3, ანუ D ვიტამინის. იმიტომ აუცილებლად გასინჯე D ვიტამინის რაოდენობა თუ დაბალია, მაშინ აზრეც არ იქნება, რომ მაგნეზიუმი მიიღო. ეს სამი მიზეზი არის D3 ვიტამინის ნაკლებობა, კუჭში სიმჟავიანობის პრობლემა და ნაწლავის პრობლემა. ეხლა ზოგი ადამიანი მაგნეზიუმის ანალიზზე მიდიხარ. ანალიზი გასაკეთებლის დროს არავინ არ გეუბნება, რომ მაგნეზიუმის ანალიზი არასწორად ამოვა. იმიტომ 1% არსებობს მარტო სიცხლში. დანარჩენი არის ჩვენი უჯრედებში და უჯრედების ანალიზის გაკეთებას ხუია იქ ბიოპსია უჯრედებიდან რო აიგოთ. იმას ვერავინ ვერ გააკეთებ. იმიტომ აზრი არ აქვს. მაგის სიმპტომით უნდა მიხვდე მაგნეზიუმის ნაკლებობის სიმპტომი. ეს არის რომელიც ვიდეოს წინ დათვალეთ. არითმიები, კუნთის პრობლემები, უძილობა, სტრესი დაემართება, ეგეთი პრობლემებია. რომელი ბუნებრივი საწმელებში შედის მაგნეზიუმი მეგობრებო, გოგრის თესლში, სეზამის თესლებში, კაკალი, ნუში და მწვანე ფორთოლიანი ბოსტნეულებში შედის. მაგრამ თუ გაქვს ეს სიმპტომები ძალიან სერიოზული, ესე იგი ძალიან დეფიციტია და საწმელით ვერ გააკმაყოფილე, მაშინ ჭირდება დანამატით. მაგნეზიუმის დანამატი, მაგნეზიუმ გლაისინატი
ყველაზე კარგად ითივსება დაახლოებით 80%-ით ითივსება ორგანიზმში, შეგიძლია გლაისინეთ, მაგნეზიუმ გლაისინეთ. შეიძინოთ ნებისმიერი საიტიდან, ნებისმიერი აფთიაქშიც იყიდება, მე მგონი დანამატია, ეს წამალი არ არის. კიდე ერთი მეგობრებო, ყოველთვის ცადე რომ მაგნეზიუმ გლაისინეთ უნდა იყო B6 ვიტამინთან. ეს კომბინაცია უფრო საუკეთესოა, უფრო კარგად იგებს ორგანიზმს. გვერდით მომლინიც ეფექტი, მეგობრებო. ჯოგი ადამიანი გრძნობს, რომ მაგნეზიუმი დალევის მერე კუჭზე მიდის ბევრჯერ. ეს მაგნეზიუმ გლაისინეთის არ აქვს. ეს საუკეთესო მაგნეზიუმია, მაგნეზიუმ გლაისინეთ B6 ჯგუფის ვიტამინთან ერთად. რამდენი ხანი შეიძლება მაგნეზიუმის დალევა? 1 თვიდან დაწყებული 6 თვამდე შეიძლება, მეგობრებო. პრობლემის მიხედვით, თუ გაწუხებს გულის ეს არათმია უფრო ყველაზე საშიშია მაგნეზიუმის დეფიციტის გამო. ეს პრობლემა თუ გაწუხებს 5-6 თვეც შეიძლება მაგის დალევა, ზოგს უძილობა დალაგდება შეიძლება 1 თვეში, ზოგს აქვს კუნთების პრობლემა, ეს მალევე დალაგდება. იმედია მოგეწონება ინფორმაცია, ეს ერთი მინერალი შეიძლება ქვეყანა პრობლემის ერთ-ერთი მიზეზია. გააზიარეთ მეგობრებში, აუცილებლად გამოიწერე არხი, სულიკავი, ძაბნთელი და ბედნიერი და იცოდე მეგობრებო, საწმელი წამალია. მარტო გასწორეთ საწმელის, რასაც შეცდომებს აკეთებს, ბევრი პრობლემები გასწორდება ისეთაც.